გამარჯობა. ეს არის ჟურნალისტის YouTube-ის სატესტო მეორე გადაცემა, უბრალოდ ვიდეო გადაცემა, რომელშიც მე ისევ და ისევ ახალ ამბებს მოგიყვებით, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდა. და ცოტაოდენი კაი ამბები მაქვს თქვენთვის და ამიტომ ცოტა მხიარულად ვარ. მოდი დავიწყოთ პირდაპირ ახალი ამბებით. დრიკოს დუპლესის მწვრთნელმა ისაუბრა დრიკოს დუპლესიზე და ხამზად ჩიმაევზე. ესეთი რაღაც თქვა მის მწვრთნელმა, რომ ანუ დრიკოს დუპლესის არ სურს ხამზადთან მხოლოდ მოგება, მას უნდა რომ ეს რაღაც სხვანაირ სტილში მოიგოს ეს ბრძოლა და დიდი ალბათობით შეუძლია კიდევაც ეს დრიკოს დუპლესის უბრალოდ ხამზად ჩიმაევთან რამდენად გამოვა არ ვიცი. მოკლედ რას ამბობს მისი მწვრთნელი? ამბობს რომ ხამზად ჩიმაევის დასრულება უნდათ პარტერში, ოღონდ არა რაღაც საბმიშენთან რაღაც მაგდაგვარით, უბრალოდ ცემატყებით უნდათ რომ დაუმთავრონ ხამზად ჩიმაევს, რაც მე ნაკლებად შესაძლებელი მგონია სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ ხამზად ჩიმაევია ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი გრეპლერი მთელს ლიგაში და თუ დრიკოს დუპლესი მაგას გააკეთებს, მაშინ ჩემთვის გოუთი იქნება. და ალბათ ძალიან ბევრისთვის ასევე. ხო, რაც შეეხება კიდევ დრიკოს დუპლესის ტრამვას, არ ვიცი, წაიკითხეთ თუ არა. არანაირი ტრამვა არ აქვს, ნუ ყოველ შემთხვევაში არ დაადასტურა რომ ტრამვა აქვს, მაგრამ არც უსაუბრია რომ არ მაქვს, ამიტომ მე მაინც ისეთი აზრი გამოვიტანე რომ არ აქვს საერთოდ ტრამვა და თქვა რომ ანუ ბრძოლა საერთოდ არ იყო ჩანიშნული, შესაბამისად თავიდან არაურიდებია, არც გაუქმებულა ეს ბრძოლა, არასდროს არ ყოფილა ეს ბრძოლა ჩანიშნული და შესაბამისად მაშინ ვიბრძოლებთ, როცა მე გეტყვიო და ნუ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცივი ხაზი, ცივი წყალი გადაასხა ხამზადს. ხო, ეს რაც შეეხება დრიკოს დუპლესის. ხო. კარგი ამბავი რაც მაქვს დღეისთვის არის ისლამ მახაჩევის მზადების დასაწყისი, ანუ ისლამ მახაჩევმა დაიწყო საბრძოლო ბანაკი და აქტიურად ჩაერთო. ამას იუწყება ზუსტად ის ჟურნალისტი, რომელმაც ასევე ილია თოფურიას საბრძოლო ბანაკის დასაწყისის შესახებ გაუწყა და მოდი თქვათ, რომ დიდი ალბათობით, ალბათ უკვე ძალიან აიწია ამის შანსები, 80% შანსი იმისა, რომ UFC 317-ზე ვიხილოთ ილია თოფურია versus ისლამ მახაჩევი და როგორც ჩანს ილია თოფურია იბრძოლებს პირდაპირ ისლამ მახაჩევთან ტიტულისთვის. ხო, მარტო ეს არ იყო ისლამ მახაჩევს რაც შეეხებოდა, ბარემ ვისაუბრებ მის მენეჯერზე ალი აბდელაზიზზე, რომელმაც ისაუბრა მცირე ოდენი ისლამ მახაჩევზე, თქვა რომ მას UFC-ში აქვს 16 გამარჯვება, აქედან 15 ზედიზედ. ხო, 8 ფინიში აქვს ბოლო 8 შეხვედრაში და ის თქვა რომ ანუ ისლამ მახაჩევი არ ირჩევდა მის მოწინააღმდეგეებს, ის უბრალოდ სუბრძოლობდა, სუიბრძოდა. ხო და არ ქონა მისთვის მნიშვნელობა ვისთან იბრძოდა, ასევე რამდენი ხნით ადრე ჩანიშნავენ ამ ბრძოლას, მაგალითად უბრძოლია ერთი კვირით ადრე ჩანიშნული ბრძოლა, ასევე ერთი დღით ადრეც აუღია ბრძოლა და ნუ მოკლედ ამბობს რომ pound for pound საუკეთესო მებრძოლია, ასევე მის დივიზიონში საუკეთესო მებრძოლია, არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი ჩემპიონი და ალბათ ამ ხრივ საუკეთესოც ისტორიის განმავლობაში, ისლამზე უკეთესი არ ყოფილა და იმსახურებს მის პატივისცემას. რა თქმა უნდა, ისლამი იმსახურებს თავის პატივისცემას, რა თქმა უნდა, არის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. უბრალოდ ხო, მართლა არაფერ შევეწინააღმდეგები ალი აბდელაზის. უბრალოდ ჩვენ როგორც მაყურებელს გვაქვს ჩვენი საკუთარი მოსაზრება, ჩვენი საკუთარი სურვილები და ის რომ ვიღაცამ გითხრას რომ თქვენ ნუ გაქვთ ეს სურვილი, ეს არ არის სწორი. უბრალოდ ჩვენ გვაქვს სურვილი რომ სუპერ ბრძოლა მოხდეს და ამ სუპერ ბრძოლაში ორი მონაწილე არის, ერთი არის ისლამ მახაჩევი, მეორე არის ილია თოფურია. ხო, UFC-ს ძალიან ჭირდება სუპერ ბრძოლები. რადგან ეხლა ვითარდება, ეხლა
არის ბუმი ამ სპორტის და თუ ამ სუპერბრძოლებს არ ჩანიშნავენ, მაშინ ვერ მოიზიდავენ ამ ახალ გულშემატკივრებს და ძველ გულშემატკივრებსაც ვერ გაახარებენ ისე როგორც უნდა ახარებდნენ. ამიტომ გონია რომ უფრო მაინც ჩაინიშნება ეს ბრძოლა, ამიტომ იმედოვნებდეთ რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩაინიშნება ეს უდიდესი ბრძოლა. თუ უყურეთ არ ვიცი პოდკასტი იყო სადაც სეხუძოსთან იყვნენ ადესანია და უსმანი. ერთი მომენტი იყო აქ ერთი სასაცილო მომენტი იყო სადაც სეხუდომ თქვა რომ ჩვენ ყველანი 0-3 ვართო და მოკლედ ძალიან სასაცილო მომენტი იყო, მართლაც ასეა. ყოფილი ჩემპიონები და ახლა 0-3 რეკორდით 0 გამარჯვება 3 წაგება. და აქ სეხუდომ ძალიან საინტერესო რაღაც თქვა, ანუ ისრაელ ადესანიას უთხრა რომ შენი ჰეითერი ვიყავიო რა, არ მიყვარდიო და საერთოდ ვერ გიტანდიო რა, თუ დაიჯერებ ამას არ ვიციო. იმიტომ რომ არანაირი ბექგრაუნდი არ ქონა არც ჭიდაობის არც MMA-ისა და მოხვედიო და უსებ ლიგას გადაურბინეოდა. შესაბამისად აქედან გამომდინარე იყო ჩემი სიძულვილი შემდამიო და როგორც მოგეხსენება ჰეითერები საუკეთესო გულშემატკივრები ხდებიანო და მართლაც ასეა. მე უთხრა რომ გვიანია თუ არა ის რომ აღიარო რომ შევცდიო შენშიო და ბოდიშიო რა. ხო და ძალიან კარგად დასრულდა ეს სიტუაცია. ეს რაც შეეხებოდა ესეთი ოდნავ არა საბრძოლო ფაქტი, არა საბრძოლო ამბავი, საერთოდ ამბავიც არ იყო. და ეხლა მოდი ბროდ გადაურბინოთ იანგარის ზედ, რასაც ნამდვილად იმსახურებს. ბროდ არ ვიცი ხა რამდენად კორექტული იქნება ჩემგან იანგარიზე საუბარი, იმიტომ რომ ტიპი არ ვიცი. მგონია ისეთივე შეგძნა მაქვს რომ იანგარიზე ხარ როცა საუბრობ, როგორც აი ვიღაცა ავანტყოფს რომ საუბრობ, ხო იცი? იმიტომ რომ მართლა ძალიან მგონი შეუძლოთ არის რა. მიუხედავად იმისა რომ მე მაგალითად ამ ბრძოლაში ფიქრობდი რომ იანგარის უნდა მოეგო, რადგან პრატესი ხა სიგარეტს ეწევა, ვისკი სვავს, რაღაც იქ შეიძლება არ არის ისეთი სამაგალითო პიროვნება ახალგაზრდა თაობისთვის, მაგრამ ეხლა ხვდები რომ იანგარი საერთოდ სხვაგანაა. ანუ მისჩევნია რომ კარლოს პრატესმა დააფინიშოს პირველივე რაუნდის 10 წამში და იანგარი საერთოდ მორჩეს, იმიტომ რომ ტიპი არის უდიდეს ილუზიებში. რაღაცას აი თუ ნახეთ ახალი ვიდეო მისი ინტერვიუები, რომელსაც აძლევს, ანუ საერთოდ არ თulis რომ წააგო. მახა ისა რახმანოვთან ბრძოლა, თulis რომ თუ ამ ბრძოლას მოიგებს პრატესთან იქნება ნომერი პირველი კონტენდერი, რაც არ ვიცი აი. ილუზია უბრალოდ როცა ყავს შონ ბრეიდი, რომელმაც ლეონ ედვარდსი ასე დაამარცხა და ალბათ რახმანოვი რო არ იყოს შონ ბრეიდის შემდეგია ტიტულზე. ან დაუშვათ კიდევ ყველაზე იდეალურ სამყაროს ჩემთვის იქნებოდა შონ ბრეიდი რახმანოვის დაპირისპირება ინტერიმისთვის. ეხლა თუ ჩატარდებოდა, იმიტომ რომ ოქტომბერში რახმანოვი იქნება მზად უკვე და თუ ეს ბრძოლა ჩატარდება, ხო კაი, თუ არა პირველი რახმანოვი უნდა იყოს 100%-ით, იმიტომ რომ ეს არის მისი ეკუთვნის ეს ბრძოლა. ხო და იანგარი რას ამბობს ახლა რომ მოკლედ ისლამ მახაჩევი თუ ამოვა ამ დივიზიონში, მაშინ აი ერთადერთი ადამიანი არის, ვისაც დავუთვალო ამ საჩემპიონო ბრძოლასა და სხვასო არაო რა. იქ შონ ბრეიდი ბრძოლას ვერ ყიდისო, იქ რაღაც რახმანოვი ერთად ვინ არისო, მაგას რა უქენი იციო, ფეხი როგორ ტკივაო ჩემთან ბრძოლის მერე და არ აღიარებს რომ წააგო ის ბრძოლა რა, არ გონია რომ წააგო საერთოდ. და ხუაკინ ბაკლიზე თქვა კიდე რომ ნუ ის საერთოდ მაგას არც განვიხილავო, არავის არ აინტერესებს ბაკლიო. მოკლედ ესეთი ილუზიონისტი მებრძოლი მაგიკოსი, არ ვიცი, დაუჯერებელი ადამიანია იანგარი. თუ მართლაც ჯერა რომ ასეთი მებრძოლია, იმედია რომ დაამტკიცებს ამ ყველაფერს, იმედია რომ
აი ეს სიძულვილი რასაც ახლა იანგარი მიიღებს არა ისახება მასზე და კიდე რა თქვა მთელი ბრაზილია ჩემს ზურგს უკან გასვარ და ბრაზილიელს ებრძოლება რომელიც ხალხს უყვარს რა ვიცი მთელი ამერიკა უბრალოდ ნახევარია ჩემს უკან გასო მთელი ირლანდიას უყვარვარო და რა ჩემი აზრით ესეთ ჰაიპში არ არის ახლა იანგარი მოკლედ სასაცილო მებრძოლია ნამდვილად მებრძოლია სულით გულით თქვა რომ 6 ბრძოლის ჩატარება უნდა წელიწადში უნდა რომ იყოს ყველაზე აქტიური მებრძოლი უნდა რომ იყოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ну რა თქმა უნდა თუ პრატესი მას ძალიან სასტიკი ნოკაუტით არ დაასრულებს შეუძლია ეს განახორციელოს მან იბრძოლოს წელიწადში 6 ჯერ მაგრამ როგორც ასეთი საჩემპიონო კალიბრი მენაკლებად მგონია იანგარი და ამ ბრძოლაში აქვს რა თქმა უნდა შანსი 5 რაუნდიანში თუ კარლოს პრატესის ჯიუ-ჯიტსუ არის ძალიან ცუდი ამ შემთხვევაში არ ვიცი ხა რამდენად კარგი ჯიუ-ჯიტსუ აქვს კარლოს პრატეს უბრალოდ მგონია რომ კარლოს პრატესი მას მეორე რაუნდში მეორე ნახევარში დაასრულებს KO-თი რაც ეს მგონია ან მუხლით დაარტყავს მუცელში და მე ხელს დააყოლებს თავში ან უბრალოდ გათიშავს უგონოდ მუშტით ოვერჰენდით ან რაღაც აპერკოტით ან რაღაც ეგეთით მგონია რა მოკლედ დღეისთვის ეს იყო სასიამოვნო დღეს გისურვებთ იმედია რომ ხვალ უკეთესი ნიუსებით ვიქნები თქვენთან და კარგად ძმაკაცებო